ცხინვალის სამხრეთით სოფლების უმრავლესობას აკონტროლებს საქართველოს მხარე. ჩვენი ოფიციალური დანაყოფები ამ სოფლებში კერძოდ ზემო ნიქოში, ზნაურში, ხეთაგუროვოში, სარაბუქში, ატოცეში, ქვემო კონში, დმენიში, დიდმუხაში, მუგუჩი, გრომში, არცევში, წინაგარეში და სხვებში არის სრული სიმშვიდე და სიტუაცია არის ძალიან სტაბილური. ძალიან შემაშფოთებელია უკვე ორჯერ დილიდან დაირღვა ქართული საჰაერო სივრცე რუსული მოიარეში ავიაციით, სავარაუდოდ ეს იყო სუ 24 დაახლოებით 10-10 და 30 წუთზე დაფიქსირდა პირველად მინიმუმ 3 ამ თვითმფრინავის შემოფრენა, დაიბომბა გორი, ქარელი და ქარელის რაიონში სოფელი ვარიანი, სადაც დაშავდა 7 ადგილობრივი მოსახლე და დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე განმეორდა მინიმუმ 4 მოიარეში თვითმფრინავი არის დაფიქსირებული, ჩამოვარდა ბომბეი ჭურვი გორში, მსხვერპლი არ არის და ამასთან მიბმაში მინდა ასევე გავაკეთო საქართველოს მთავრობის სახელით ძალიან კატეგორიული განცხადება. რუსული საინფორმაციო წყაროები აქცევენ ძალიან პროვოკაციულ და საშიშ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულ იერიშს ახორციელებენ რუს სამშვიდობოებზე. ამას კატეგორიულად უარყოფ და უფრო მეტიც მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა არსებობენ ოსეთში და სავარაუდოდ რუსეთში ძალები, რომელთაც სურთ ფართომასშტაბიანი ჩართვა მოვლენებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ეს შეიძლება გამოიყენონ როგორც საბაბი ან გამართლება თუნდაც საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის. რაც ყოველდღე დაუშვებელია, ეს არის ელემენტარულად ტყუილი. რუსის სამშვიდობოები არ ჩართულან ცხინვალში განვითარებულ მოვლენებში საქართველოს თხოვნის შედეგად და ბუნებრივია მათი მანდატის გათვალისწინებით ქართულ მხარეს არათუ იერიში არ მიუტანია მათზე, წინასწარ გამიზნულად და აბსოლუტურად გაცნობიერებულად ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავიცვათ მათი უსაფრთხოებაც. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კურიერის საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ცხინვალის სამხრეთით სოფლების უმრავლესობა საქართველოს მხარე აკონტროლებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი ვაზიანში მიდიან სამხედრო ბაზაზე დღეს დილიდან რეზერვისტების მობილიზება დაიწყო. გაცნობთ ამ წუთებში ძალაში შევიდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მორატორიუმი 6 საათამდე საჯარისო ნაწილების სროლას წყვეტენ. სეპარატისტებს 3 საათი აქვთ იმისათვის, რომ იარაღი დაყარონ და ქართული ქვედანაყოფების მიერ გაკეთებული დერეფნით პოზიციები დატოვონ. ხელშეუხებლობის სრული გარანტია ხელისუფლებამ მათ უკვე მისცა. აქ ცოტა ხანში ელოდებიან თბილისის მერს გიგი უგულავას, რომელიც უხელმძღვანელებს ამ პროცესს და მინდა გითხრა, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ცხინვალში ძალიან ბევრი მსურველია, რომ დატოვოს ქალაქი. სამთავრობო ჯარებმა სტრატეგიული სიმაღლეების აღება შეძლეს ადგილებში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებდნენ, ქართველი ძალოვნები იმყოფებიან. სწორედ ამ ადგილებიდან იბომბებოდა ქართული სოფლები. შეგახსენებთ, საქართველოს სამთავრობო ჯარები ცხინვალის ცენტრში იმყოფებიან. განცხადება საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე რეზერვისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. კახალომაიამ ჯარისკაცებს აუხსნა, რომ ადგილზე ვითარებას ძალოვნები აკონტროლებენ. რეზერვისტებმა კი მათი ზურგის გამაგრებაზე უნდა იზრუნონ. თავარია ჩვენ მივახციოთ სიმშვიდეს, სიწყნარეს და სტაბილურ მშვიდობას სამხრეთის ოსეთის ტერიტორიაზე. ეს არის თავარი. იმგვარ მშვიდობას, რომ ვეღარც ერთმა არალეგიტიმულმა ბანდფორმირებამ თუ შეიარაღებულმა შენაერთმა ვერ ითარეშოს იქ და ვერ დაარღვიოს მშვიდობიანი მოსახლეების მშვიდი, წყნარი, სტაბილური ცხოვრება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სამსახურისათვის, რომელსაც თქვენ გაღწევთ. რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანით და შეიარაღებით შემოვიდნენ როკის გვირაბის გავლით საქართველოს. ერთ-ერთი კოლონა განადგურებულია ჩვენი საარტილერიო ცეცხლით და ამას პრეზიდენტმა უკვე მიცა სამხედრო აგრესიის კვალიფიკაცია. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, მაგრამ თავარი არის ის, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ, ათასობით საქართველოს მოქალაქე, ყველა ეთნიური წარმომავლობის, ვინც თავს ამ ქვეყნის პატრიოტად თვლის და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის, არის დარაზმული იმისათვის, რომ ცხინვალის რეგიონში გაანთავისუფლოს ჩვენი მოქალაქეები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია ეხლა შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს უაზრო წინააღმდეგობა, რომელიც იწვევს ზედმეტ მსხვერპლს
და ალბათ მოვიდა დრო რომ გაათვითცნობიერონ რომ ეს არ არის ის ომი რომელსაც ისინი მოიგებენ. ცხინვალის ქართული ქვედანაყოფების სრულად აკონტროლებენ ქალაქის ქუჩებში ამ წუთებში ჩვენი გადამღები ჯგუფიც გადაადგილდება. ადგილზე ვითარებას ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ. ცხინვალში სროლა ფაქტიურად აღარ ისმის. დღეს ბოლოს ცხინვალის რეგიონში კვლავ დაძაბული ვითარებაა. კურიერის რამდენიმე ჯგუფი იქ ამ წუთებშიც მუშაობს. ეხლა შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ კადრებს, რომლებიც ცხინვალის ქუჩებშია გადაღებული. კურიერის კამერამ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე ობიექტი დააფიქსირა. ჯარისკაცები ახალ პოზიციებს ამაგრებენ, ჯავშან მანქანები სტრატეგიულ წერტილებს იკავებენ. ერთი საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით სამთავრობო ნაწილებმა ცხინვალი ფაქტიურად კონტროლზე აიყვანეს. დღის განმავლობაში სეპარატისტებსა და რუს სამხედროებს მცდელობა ჰქონდათ კონტრშეტევაზე გადმოსულიყვნენ, მაგრამ ამაოდ. კანტიკუნდად სროლის ხმა მაინც ისმის იმის გამო, რომ ჯარისკაცები ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან, ქალაქის საბოლოო გაწმენდა სეპარატისტებისაგან ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად მიმდინარეობს. ახლა კი კურიერის პირდაპირ ეთერს საქართველოს პრეზიდენტს უთმობთ, რომელიც დღის ბოლოს საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მოგესალმებით. მე მინდა ბოლო ინფორმაცია მოგაწოდოთ საქართველოში და საქართველოს გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ გეგმებზე ორი სიტყვით მოგახსენოთ. პირველ რიგში რა სიტუაცია დღეს კონფლიქტის ზონაში. დღეისათვის საღამოს 10 საათის მონაცემებით საქართველოს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ ყველა დასახლებულ პუნქტს და ყველა სოფელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაბა ჯავის გარდა. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა სოფელს, რომელიც ადრე დავიკავეთ, ჩვენ ვაკონტროლებთ მთლიანად ზნაურის რაიონს, ჩვენ ვაკონტროლებთ წინაგარის რაიონს, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა დიდ სოფელ დმენის, დიდ სოფელ ხეთაგუროვს და ბოლო საათებამდე იყო გარკვეული პრობლემები, არ იყო ბოლომდე გაწმენდილი თრიაყანის სიმაღლე. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე ვაკონტროლებთ თრიაყანის სიმაღლეს, ესე იგი მთლიანად ვაკონტროლებთ ცხინვალს და მის გარშემო ყველა სიმაღლეს, ყველა სტრატეგიულ წერტილს. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ, მე მინდა ხაზი გავუსვამ, მთლიანად ვაკონტროლებთ ამ დროისთვის ქალაქ ცხინვალს. ქალაქი ცხინვალი მთლიანად გაწმენდილია ძალადობრივი ელემენტებისგან, ბანდფორმირებებისგან, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არის ქალაქი ასევე ძალიან დაზარალებული ორხრივი ცეცხლის შედეგად, ისევე როგორც დღევანდელი დღის ინტენსიური დაბომბვის შედეგად რუსეთის ავიაციის მიერ. რუსეთის ავიაცია თელი დღე ბომბავდა ქალაქ ცხინვალს სწორედ იმის გამო, რომ ის ძნელად არის დღეს საქართველოს სამთავრობო შენაერთების ხელში. ჩვენ მტკიცედ მინარჩუნებთ ჩვენ პოზიციებს, მრავალი ათასი ჩვენი მებრძოლი დგას პოზიციებზე, ჯარისკაცებმა გამოიჩინეს და ოფიცრებმა და სერჟანტებმა წარმოუდგენელი გმირობა, რასაც არავინ არ მოელოდა ქართველი ჯარისკაცისგან და ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ საქართველოს როდესმე შეიძლება ყოლოდა ასე ჯარი. ცხინვალის გათავისუფლების ოპერაცია იყო ურთულესი ოპერაცია. ბრძოლა მიდიოდა ყოველ ბუჩქზე, ყოველ პატარა შენობაზე. იყო აბსოლუტურად გააფთრებული და ხელჩართული. ბევრად უფრო რთული, ვიდრე როდესმე რამე გადახდენია თავს საქართველოს და ქართულ მებრძოლებს. და ის დამთავრდა საბოლოო ჯამში ჩვენ სრული უპირატესობით. თუ რუსეთი არ შევაჩერეთ, თელმა სოფლემ თუ არ შეაჩერეთ, ხვალ რუსული ტანკები ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქამდე მივლენ. რამდენიმე წუთის წინ ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა ძირითადმა კანდიდატმა, სენატორმა მაკეინმა გააკეთა განცხადება, სადაც მოუწოდა ნატოს დაუყოვნებლივ გამოიყენოს თავის ძალები საქართველოს დასახმარებლად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა მეორე კანდიდატმა ბარაკ ობამამ. ამიტომ დღეს წყდება საქართველოს ბედი და დღეს საქართველოს შეყურებს მთელი მსოფლიო. დღეს როგორც არასდროს მე მინდა გთხოვოთ, უნდა აღმოჩნდეთ მოწოდების სიმაღლეზე. უნდა გავძლოთ და უნდა გავიმარჯვოთ.
კურიერი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ექსკლუზიური კადრები ფოთიდან კურიერის გადამღებმა ჯგუფმა მასალა ფოთის პორტის დაბომბვიდან რამდენიმე წუთში გადაიღო. რუსულმა ავიაციამ იერიშში პორტზე ღამის 12 საათზე მიიტანა დაიბომბა მეშვიდე საკონტეინერო ტერმინალი. გამანადგურებლებმა რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს, სროლის ხმა 15 წუთის განმავლობაში ისმოდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაცხრიულია ნავსადგურის სტრატეგიული ობიექტები, დაზიანებულია ტექნიკა.